EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. პიაკაუმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილიც გამოუგზავნა, სადაც ვიზიტის გადადების მიზეზებს განმარტავს. სინანულს გამოთქვამს, რომ ვიზიტი ახლა არ შედგა და აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ვიზიტის მიზანი რეკომენდაციებთან დაკავშირებით დიალოგის ხელშეწყობა იყო ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მზადაა ჩაერთოს უდირთან სამუშაო პროცესში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ინკლუზიური დიალოგის გარემო ამ ეტაპზე არ არსებობს. პიაკაუმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის განგრძობადი თანამშრომლობისთვის. აცხადებს, რომ EUTO მტკიცედ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას EUTO-ოდრის რეკომენდაციების შესასრულებლად. დაგეგმილი ვიზიტის მიზანი იყო ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან დაკავშირებით დიალოგის წარმართვა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართ EUTO-s მხრიდან ერთგულების დადასტურება. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ თქვენი მთავრობის სურვილს უმასპინძლოს, ჩემს დელეგაციას მივედი დასკვნამდე, რომ არსებული პირობები არ უწყობს ხელს იმგვარ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დისკუსიებს, რომლებიც საჭიროა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად. თუმცა მტკიცედ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ მხარი დავუჭიროთ ოდირის რეკომენდაციების შესრულებას და წავახალისოთ დიალოგი ყველა მხარეს შორის. ველოდები საქართველოში ვიზიტისთვის უფრო შესაფერისი დროის განსაზღვრას, როდესაც პირობები უკეთ შეუწყობს ხელს კონსტრუქციულ ჩართულობას. პიაკაუმას ვიზიტის გადადებას წინ უძღოდა ბულინგი და ისტერია, როგორც ქვეყნის შიგნით რადიკალების, ისე მათი უცხოელი მოკავშირეების მხრიდან. საჯარო მოწოდებები, რომ ვიზიტი არ განეხორციელებინა. ისინი ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით უმაღლესი თანამდებობის პირს პირდაპირ მითითებებს აძლევდნენ. ბუნებრივია, ეს იქნებოდა შეცდომა, აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს. ეს შეცდომა სამწუხაროდ დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ ეს შეცდომა არ განმეორდა EUTO-s შემთხვევაში. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, EUTO-s საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი თანამოაზრეები არ იყვნენ მზად გავლენიანი სადამკვირვებლო მისიისთვის არჩევნების სავარაუდო გაყალბების კონკრეტული ფაქტები წარედგინათ, რის გამოც იმ დიალოგს გაექცნენ, რისთვისაც პიაკაუმა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოდიოდა. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ კაუმას წერილი ნათლად აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული დამოკიდებულების ფონზე ოპოზიციის რადიკალიზმს და დიალოგის ჩაშლის მცდელობას. EUTO-s საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობას დაინახა თუ რას ამორჩხინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე საქართველოში. აბსოლუტური ექსტრემისტების ჯგუფი, ჩვეულებრივი პოლიტიკური რადიკალები და ექსტრემისტები, კითხვაზე თუ გადავა ოპოზიცია, კარგი იქნება და ქალბატონი პიაკაუმას წელსაც თუ ჩაიკითხავს, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან საუბარს ახსენებს, სადაც ის პარლამენტთან თანამშრომლობას ახსენებს. საერთოდ ჯამში რა ბატონკმური დამოკიდებულება აქვს ამ ოპოზიციას, რომ ქართველი ხალხისგან კი არ უნდა ლეგიტიმაცია. ქართველი ხალხთან საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებია ამ ოპოზიციას. მათ ლეგიტიმაცია უნდათ რომელიღაცა, რა ვიცი, უცხოელი პოლიტიკოსისგან თუ რაღაც პოლიტიკური ჯგუფისგან. აი ეს არის სამწუხარო რა, კარგია რომ ეს რეალობა ჩვენ ამ არჩევნება ეს დაგვანახა საბოლოო ჯამში ვის გვაქვს საქმე. EUTO-s საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პრეზიდენტმა უკვე გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ კონკურენტული იყო არჩევნები და ცალკეული დარღვევების მიუხედავად არჩევნები შედგა. კიდევ ერთხელ დადასტურება იმისი, რომ აქ ლეგიტიმური ხელისუფლება არჩეული ვიღაცას არ აწყობს. ვიღაცას უნდა ხელისუფლება შეიცვალოს, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყურმოჭრილი იქნება, რომელიც ალფეხზე იდგება და შეასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც მიიღებს. თვეზე მეტი არის გასული, რაც არჩევნები დასრულდა და ოპოზიცია ვერანაირ მტკიცებულება ვერც მათმა კონტროლერებმა და სამოქალაქო სექტორმა არჩევნების რაიმე გაყალბების ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, რადგან მათ არაფერი ჰქონდათ სასაუბრო ამ თემაზე, მათთვის საინტერესო იყო, რომ ვიზიტი საერთოდ არ შემდგარიყო. თუმცა ვიზიტი კი არ გაუქმდა, ვიზიტი გადაიდო მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად ოპოზიცია არ იყო მზად ამ პროცესებისთვის და წერილი, რომელიც მაკამოჭორიშვილმა მიიღო, ადასტურებს, რომ ქართული ოცნება, ისი ხელისუფლება მზად იყო მათ შორის დიალოგისთვის. რადიკალებისა და მათი უცხოელი მოკავშირეების ორკესტრირებული შეტევა და მითითებები EUTO-s საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინებაა პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობის მეთაური პიაკაუმას წერილს ეხმაურება და მადლობას უხდის ქვეყნის განვითარებისთვის გამოხატული წვლილისთვის. მადლობა მინდა გადავხატო ქალბატონ პიაკაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, რომ დაეხმაროს ქვეყანას და მისი დამოკიდებულება
ასეთი იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას უკავშირდებოდა რა თქმა უნდა მისი მსაუბრა საქართველოში ჩამოსულიყო ვიზიტი, თუმცა ხედავთ როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც არის აბსოლუტურად გამოგონებელი. ჩვენ გვიწევდა ალბათ გაუმასთან თავის დროზე საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი მაგალითად საქართველოში და რეალურად თვითონ შეიგრძნო ყველას კარგად მე მგონი ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი და დაინახა ასევე ისიც ვფიქრობ ალბათონმა გაუმამ რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად ეს არ არის ქართული მოვლენა ეს არის საერთაშორისო კოორდინირებული მოვლენა რა თქმა უნდა ლიბერალური ფაშიზმი არის ის რასაც ყველა უნდა ვიბრძოლოთ და ეს მიმდინარეობა იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში რადიკალებისა და მათი ლობისტების მცდელობების მიუხედავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მაინც შედგება. პიაკაუმამ განმარტა, რომ მზად არის მოусმინოს ყველას და დახმარება გაუწიოს ეუთო ოდრის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში.